რა გორია ვოგივი უბანეიშვილი უკვე აღმოჩნდა დღეს ჩემს ლევან კარებზე მე შენ შემოგითვალე აზრზე რომ მოსულიყავი მაგრამ არ მოგინდა აზრზე მოსვლა რა ალეო გამარჯობათ გიგა მაქარაშვილი მინდა გიგა მაქარაშვილი ხარ თენგო გაწუხებს თენგო ვერბოვში გიკაცი რა მინდა იცი ხა პროსტო ძალიან გქო რა ხა მე და შენში დარჩეს პროსტო არ გააბაზრო რა ხო გეთქმის სიტყვა ხო გეთქმის ხა პირველ არხზე რა ამდენი ხანია ხა შენც მან მუშაობს შენი თოლის მან მუშაობს მე პოზიციურად მოაზროვნე ადამიანები იქნებ შეიკრიბოთ და შენ იყო ამის უსტაბაში ყველაფრის რა არ დაგეკარგება არა როგორ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობაზე მაქვს ლაპარაკი და თუ გინდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეობა რავი თუ გინდა რავი როგორც გინდა თუ გინდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობა რაღაც მინისტრის მოადგილეობა თუ გინდა მელიორაციის მინისტრის მოადგილეობა რაც გინდა მელიორაციაზე მინისტრობას მოსულა რა პრინციპში აი მე რომ მოგცემ დაგავერბოქებ მოგცემ შენ პატარა რაღაცას რომ შენ ეს დაარიგო გესმის რაღაც პატარა ქაღალდივით იქნება და შენ ქუჩაში რომ გამოხვალ აი ესე დადექი ძეგლივით და ვინმე კითხავს რა არისო და აი რომ კითხავენ ეგრევე მიაჩეჩე აი ეს არის ხო რა შენ თვითონ კი არავის არ გამოელაპარაკო აი ესეთ გაძეგლდი და ეგრევე მიაჩეჩე არაშო კაი მადლობ ჩემო კარგო მადლობ უბან რა შვები ბიჭო რას ბიჭო თენგო ვერბოვში კი აი ვერტალოტით მაგასაც ის შეიძლებოდა ბიჭო არის ჩოდი რომ გამოვიდოდა და პრეს კონფერენციაში ატარებდა რა მოკლედ აღარ დავინახო რა ეს ვერტალოტით გლონთან მიფრენდა რა მიგებით რა უბედურება არის ვერტალოტით და მეორე შეერთი ეს რა ქვია დაიფარე რა ეს რომ გიჩანს სააკაშვილის ისა რა კიმანოს მოიხურებდა ეს დაიფარე რა ნუაშენ ამ ძუძუებს რა სანადიროთ მიყავს კაცი და რაკეტებით კაცო არწივებზე ვიცი რომ არ წამოყვა მაგრამ ხო შესთავაზე დაანებეთ ეგეთ რაღაცებს თავის დაანებეთ ძალიან მაგრები მეტი რომ არ შეიძლება არა ქალბატონო იელენე ძალიან მაგრები არიან ძალიან მაგრები ქალბატონო ელენე თქვენ ხომ არ გადმოხვიდოდით ოპოზიციაში რა იცი რა ხდება ზურაბ ჟვანიას თქვენი მეგობარიც ხომ იყო თქვენ ხომ იცით რომ მან სუნი უდის მან ყველაფერს არ შეიძლება ქალბატონო ელენე ეხლავე წამოდით გეუბნებით დადექით ხალხის გვერდით 9 აპრილს დააგიანებული არ იყოს დააგიანებ ყველანი ნუ ველოდებით რამდენი ხალხი გამოვა 9 აპრილს ქალბატონო ელენე მასწავლებელი ხომ იყავით თქვენ ხომ გქონდათ პატიმრებთან ურთიერთობა ქალბატონო ელენე მოციცკინეთ მაგას მოციცკინეთ სააკაშვილს თმები ჩამოციცკინეთ მერაბიშვილსაც ჩამოციცკინეთ მაგას ყველას თმები დაკაცრიეთ და შემდეგ ჩამოვხოჩნეთ რატომ ზდუმხართ ქალბატონო ელენე ესე იგი მე მზათავ არის ჩავიცვი ხვალიდან ერთօր ბარიგას წამოვიკიდებ გუზურგზე რამდენიმე გასაყიდი რა იარაღები მაქვს გასაყიდი ხوار გინდათ 1-2 სტეჩკინი ხوار გინდათ კალაშნიკოვები ხوار გინდათ აკს-ები და ვაფშე ტიპები ხართ თქვენ ყველანაირი შეგეფერება თქვენ უკაროჩენი აკს-უ ვინ არის საბათი უკაროჩენი თენგო უკაროჩენი oh yeah
ვიყავით უშიშრად საქართველოს ჭიშვების სამან. ეს ფოტო მინდოდა თქვენთვის გამეცნო. ეს ისტორიული ფოტო 1921 წლის თებერვლის ანექსიიდან 7 თვის შემდეგ გელათშია გადაღებული. საქართველოს მენშევიკური მთავრობა უკვე საფრანგეთშია ემიგრაციაში. აქა-იქ სულ უფრო იშვიათად ისმის სროლის ხმა. ეს ქაქუჩა სოლოკაშვილის რაზმია, რომელიც საქართველოს დასაბჭოებას ვერ ეგუება. თბილისში წითელი დროშა ფრიალებს. ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძე კი ახალ სისხლიან რეპრესიებს იწყებს. სამგდელო კრებული თბილის გამოერიდა და გელათში შეიკრიბა არჩევანის გასაკეთებლად. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულან სასულიერო პირები. შემდგომ აღმოჩნდება, რომ ეს მათი უკანასკნელი დიდი თავყრილობაა. პატრიარქი უნდა აირჩიონ. საბჭოთა საქართველოს პირველი კათოლიკოს პატრიარქი. ყველა გრძნობს სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია საბჭოთა საქართველოს პერიოდში პატრიარქად კურთხევა. ეს ის ამბროსია, რომელიც კომუნისტებს მიმართავს შემდგომ. ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის. გული სამშობლოს ხორცი კი თქვენთვის მომიგდია. სადიზგნათო ამ სიტყვებს. უკვე 80-იანი წლების ბოლოს დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი თანამედროვეობა სულ განაბული წაიკითხავს. აი ეს გახლავთ პატრიციული ამბროსი ხელაია. ამ კრებამ იგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩია. ნაწამები აღესრულა 1927 წელს. ეს უნიკალური ფოტო, რომელიც გელათის ეზოშია გადაღებული. კომუნისტები ახალი შემოსულები არიან საქართველოში. ეს არის საქართველოს სიწმინდე. მაგარი ფოტო მაქვს, 9 აპრილის, როგორი მაგარი ფოტო მაქვს. წილხვედრ სიკვდილს თუ უმზერდე ავად მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო. ჩემი სამშობლო ზესაა თავად. შემდეგ ეს მიწადა საქართველო. მერაბ კოსტავა, შენ გაიხარე ბატონო მერაბ. როგორი ქართველი ხარ ბატონო მერაბ. როცა დალია ილია თერგი, მან იქვე დარგო პატარა ნერგი. ის ნერგი მე ვარ. ხედრომ ვიქეცი, ამდენ გრიგალში არ წავიქეცი. ილიას რწმენით ჩემს ტალღებში მოცურავს გემი. ილიამ თხოვა, უცნობი ყოფილიყო ნიღაბი ჩემ. ნიღაბი არის ჩემი ცხოვრება. დედამიწაზე რომ მეცხოვრება. ნიღაბი არის ჩემი სიმბოლო და ყველაფერს არ აქვს ბოლო.